მოგესალმებით, მე თამია ვარ და ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ადამიანები, რომლებმაც დააფუძნეს ონლაინ თერაპიის პლატფორმა Hilo და ასევე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ ჩემს გარეგნობაზე იზრუნეს სილამაზის სალონმა Art House-მა. მადლობა გოგონებო, რომ ხართ დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები და პირველ რიგში რაც მაინტერესებს არის ის, რომ საიდან შეხვდით ერთმანეთს და როგორ გადაწყვეტეთ, რომ დაგეწყოთ ერთობლივ პროექტზე მუშაობა. თამია, გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და ბევრი წარმატება თქვენს გადაცემას. ჩვენ ვართ კოლეგები, ერთად ვისწავლეთ, შემდეგ ერთად განვითარდით, ერთად დავიწყეთ ფსიქოთერაპევტობის გზა. როდესაც მოთხოვნა გაიზარდა ონლაინ ფსიქოთერაპიულ მომსახურებებზე, გადავწყვიტეთ, რომ არის რაღაც ახალი შესაძლებლობა, ახალი მოთხოვნა საზოგადოებაში, რომელსაც ისეთი დარგი, როგორიც არის ფსიქოთერაპია, რაღაცნაირად ფეხი უნდა აუწყოს ამ თანამედროვე გამოწვევებს. ვფიქრობ, რომ ეს კარგად გამოვიდა Hilo-s შემთხვევაში, იმიტომ რომ გვინდა რომ მივწვდეთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანებს, ვინც ემიგრაციაში არიან, ვინც რეგიონებშია და არ აქვთ წვდომა ფიზიკურ ფსიქოთერაპიულ ცენტრებთან. ეს არის ონლაინ ფსიქოთერაპიის ცენტრი. რა პრობლემების გადაჭრას ემსახურება იდეაში ონლაინ თერაპია ადამიანის ცხოვრებაში? ონლაინ თერაპია პირველ რიგში ჭრის გეოგრაფიული მდებარეობის პრობლემას, იმიტომ რომ თერაპია საკმაოდ კი არა და ძალიან ინტიმური საკითხი არის, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენს ემოციებზე, მნიშვნელოვანი არის, რომ ვისაუბროთ საკუთარ ენაზე. საქართველოდან ყავს ამ ეტაპზე ბევრი ემიგრანტი, რომელსაც არ მიუწვდება ხელი იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ ფსიქოთერაპიულ სერვისებზე, ასევე არის ენის ბარიერი. აი ესეთი ადამიანების მოთხოვნას ვფიქრობთ, რომ აკმაყოფილებს Hilo. რა არის თქვენი პლატფორმის მთავარი მისია და ღირებულებები? ფსიქოთერაპიული მომსახურება გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი, მათთვის სასურველი ადგილიდან, მათთვის სასურველ დროს. ჩვენი ინტერვიუს პირველი ნაწილი დავასრულეთ, ახლა გადავიდეთ მეორე ნაწილი, ჩავწეროთ კაწერში და თან თბილისიც დავათვალიეროთ, ხო? დავედით. აი ჩვენ კაპიტანიც. გადმოვინაცვლეთ წყალში და მაინტერესებს ემიგრანტებზე რომ ვისაუბროთ, ყველაზე ხშირი საკითხი რა არის ის, რაზეც ემიგრანტები მოგმართავენ? უჭირთ ახალ რეალობაში ადაპტირება, იქაურ კულტურულ ნორმებთან, ადამიანებთან, ხშირად არის ხოლმე ენის ბარიერიც პრობლემა. რა თქმა უნდა ის, რომ აქ ყავთ ოჯახები, ახლობლები, მეგობრები, ხშირია ისიც, რომ ვერ ახერხებენ თავისუფლად მიმოსვლას. უბრალოდ ეს ადაპტაციასთან დაკავშირებული სირთულეები, ჩემი გამოცდილებით, ერთი არის ყველაზე ხშირი ემიგრანტებში. ხშირია რაღაც მარტოობის განცდა, ხო, ემიგრაციაში როცა არის ადამიანი, ხშირად უმკლავდება მარტოობას და ეს უფრო თვალსაჩინოა ხოლმე წყვილის შემთხვევაში, როდესაც თქვათ ერთი პარტნიორი არის ემიგრაციაში და მეორე არის დარჩენილი საქართველოში. რამდენად დამაზიანებელია წყვილების დისტანციაზე ყოფნა, თუნდაც სექსუალურ, მენტალურ ამბებში? აი ამ თემებს უფრო ღრმად რომ შევეხოთ და როგორ ხდება ამ პრობლემის მოგვარება, თუნდაც თერაპიის შემდეგ, როცა დისტანციაზე არიან ურთიერთობაში? წყვილებში რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა არის, რასაც ქვია დისტანციური ურთიერთობა. და საქართველოში ბევრი ესეთი შემთხვევა გვაქვს ჩვენი ემიგრაციიდან გამომდინარე. ინტიმური ურთიერთობები, სექსუალობა, რაღაცის სიახლოვე და პრივატული გარემო, რაც წყვილს აქვს, ამ შემთხვევაში ხშირად დგება ხოლმე საფრთხის წინაშე. ესეთ შემთხვევაში წყვილები ხშირად მოგმართავენ და მინდა ვთქვა, რომ როდესაც თერაპიაზე მოდის წყვილი და მათ სურთ, რომ შეინარჩუნონ, აღადგინონ ხშირ შემთხვევაში ეს მათი ინტიმურობა, სექსუალობა და ასე შემდეგ, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია ხოლმე და უკვე ბევრს ნიშნავს. და ყველაზე მეტად დეფიციტი ამისი არის ხოლმე წყვილებში. შეიძლება ისაუბრონ რაღაც სხვადასხვა ყოფით პრობლემებზე, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დეტალზე, მაგრამ ინტიმურ ურთიერთობებზე საუბარი ხშირად უფრო იშვიათი არის ხოლმე, ვიდრე სხვა
დეტალების განხილვა წყვილში. ფსიქოთერაპია ეხმარება ესეთ წყვილებს, რომ მოусმინონ ერთმანეთს, გაიგონ ერთმანეთის მოთხოვნილებები და თუნდაც დისტანციურ რეჟიმში შესაძლებელი არის, რომ აი ის სიახლოვე, ის ინტიმურობა შეინარჩუნონ და ხშირ შემთხვევაში პირიქით რაღაცნაირად მოუარონ, გაზარდონ, გაახალისონ კიდეც. ფსიქოლოგიურ ჭრილში რამდენად არის გამართლებული დისტანციაზე ურთიერთობის დროს ღალატი? ღალატია ხსენე სიტყვა და აქ მინდა ვთქვა, რომ რაღაცნაირად ღალატი ასოცირდება იმასთან, როცა პარტნიორმა არ იცის და მისგან მალულად ხდება რაღაც ხო ანუ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამაზე არ ვსაუბრობთ ჩვენ ხო ეს თერაპიის დროს მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ რომ წყვილმა ერთმანეთს გაუზიაროს გულახდილად მათი სურვილები, მათი მისწრაფებები და შეთანხმდნენ, მიიღონ საერთო შეთანხმებული გადაწყვეტილება. როდესაც ურთიერთობა არის დისტანციური, ვფიქრობ, რომ ანას ნათქვამს დავამატებდი იმას, რომ ამ შემთხვევაში წყვილის ფსიქოთერაპია რაღაცნაირად შეხვედრის ადგილია და აი ამ ქაოტურ ყოველდღიურ ყოფაში ეს ზუსტად ის დრო არის, როცა წყვილი მხოლოდ თავზე არის ორიენტირებული. მშობლები, რომლებსაც დატოვებული ყავთ საკუთარი შვილების სამშობლოში და ისინი არიან თინეიჯერები, ძალიან რთულია როგორც მშობლისთვის, ასევე შვილებისთვის და ამ მიმართულებით თუ არის თქვენთან თერაპიების გავლა შესაძლებელი? ეს რაღაცნაირად ეს არის მტკივნეული და სევდიანი საკითხია ხო, რაღაცნაირად ეს მშობლების და შვილების თემა და ხშირად დაკავშირებულია რაღაც უსამართლობის განცდასთან, წყენასთან, მონატრებასთან, რა თქმა უნდა, ხო? და ამ შემთხვევაშიც კი ხშირი არის, როდესაც მოზარდები და მათი მშობლები ერთად რაღაცნაირად ცდილობენ, რომ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. რა პრობლემის წინაშე დგანან ეს ადამიანები? ხშირია ხო, რაღაც ისეთი განცდა, რომ ვთქვათ, რატო რაღაც უსამართლობის განცდა, ის რომ არასტაბილურობის განცდა, შიში, მიტოვების ან დანაკარგის ხშირად უმძაფრდებათ, ვთქვათ, რაღაც ესეთი კატასტროფული აზრები ხო, რომ შორს რო არის რამე არ დაემართოს, არ გახდეს. მშობლებს უჭირთ ხოლმე, რომ ერთი მხრივ ის რაც მშობლის მოვალეობად მიაჩნიათ და არის კიდეც ხო, ვთქვათ, აღზარდო შვილი, რაღაც ასწავლო, ხანდახან უარი უთხრა რაღაცაზე, ხანდახან დაეთანხმო და ასე შემდეგ. ეს არის ხოლმე სირთულე, როცა ემიგრაციაში არის მშობელი, რადგან ისინი მუდმივად ცდილობენ უმეტესად რომ გაათამამონ, გაანებივრონ. მე როცა ცხოვრებაში მოდის თინეიჯერობის ასაკში რაღაც პერიოდი, როდესაც თინეიჯერს ეწყება აჯანყება, რაღაცას ისე აღარ აკეთებს, აღარ არის ისეთი დამჯერე და ასე შემდეგ. და ხდება საჭიროება რომ მშობელი ჩაერთოს, მისცეს რაღაც დაარიგოს, უთხრას რომ ესე არა, ესე. ანუ აქ ხშირად აქვთ ხოლმე თინეიჯერებს პროტესტი, ბავშვებს ამაზე. რომ არ არიან მიჩვეულები, ხშირად არ იღებენ იმ მშობლისგან, ვთქვათ, რომელთან ერთადაც არ გაიზარდნენ. რომ გვესაუბროთ იმ ადამიანებზე, იმ თერაპევტებზე, რომლებიც დასაქმებული არიან ხილოში. ძალიან მიყვარს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ თერაპევტები, რომლებიც ხილოში არიან, ხილოს ვებგვერდზე შეგხვდებათ, არიან ლიცენზირებული პროფესიონალები. მათ აქვთ საერთაშორისო ევროპული აკრედიტაცია და ამით ძალიან ვამაყობთ. ხილო არის ხარისხის გარანტია და ყოველთვის სიამაყით ვცემ ხოლმე ამ კითხვაზე პასუხს, როდესაც ინტერესდებიან. რაც შეეხება თვითონ საიტის სტრუქტურას, ძალიან მარტივია ჯავშანი. შედიხარ ვებგვერდზე hilo.live და არჩევ შენთვის სასურველ ფსიქოთერაპევტს, სასურველ დროს. ჯავშნი ფსიქოთერაპიას და შეხვედრის ბმული მისდის მომხმარებელს მეილზე.
როგორ ხდება თერაპევტის შერჩევა მომხმარებლის მიერ? ჰილოზე რეგისტრირებულ ყველა ფსიქოთერაპევტს აქვს თავისი პატარა ბიო, სადაც შეუძლია მსურველს გაეცნოს მათ განათლებას, გამოცდილებას, ფსიქოთერაპიულ მიმართულებას, ასე ვთქვათ, და მათთვის სასურველი ფსიქოთერაპევტი დაჯავშნონ მათთვის სასურველ დროს. დროის სარტყელის კუთხით ძალიან ადვილია, იმიტომ რომ რა დროსაც აქვთ ადამიანებს კომპიუტერი, იმ დროს აჩვენებს გრაფიკით შესაბამისად, სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, იმ დროზე არის კალენდარიც, ასე ვთქვათ, ჰილოსში და მარტივია, არ ჭირდებათ ვთქვათ დროის გადათვლა, რომ ეხლა თბილისში ეს დროა და ამერიკაში ეს დროა, ან გერმანიაში ეს დროა, ხო? რა არის ჰილოს სამომავლო გეგმები და მიზნები? უახლოს მომავალში ძალიან მალე უკვე გვინდა რომ გავიდეთ და მოვიცვათ რეგიონი, კავკასიის რეგიონი. უკვე ყავს საგვემატებიან სამეხი თერაპევტები, აზერბაიჯანელი თერაპევტები და მათთვისაც როგორც წინა კითხვებში აღნიშნე, ჰილოს მიზანი არის რომ მსოფლიოში ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება მიიღოს ფსიქოთერაპია მშობლიურ ენაზე. ჰილოს მიზანია რომ დაიპყროს მსოფლიო. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიცვლება ზოგადად ფსიქოთერაპიის სამყარო მომდევნო 5-10 წელიწადში და რა როლი ექნება ჰილოს ამ ამბავში? ჰილო ვფიქრობ, რომ უკვე იყურება მომავალში, ასე ვთქვათ, ცალი ფეხი აქვს მომავალში, იმიტომ რომ დღევანდელ სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში სწორედ ეს იქნება ალბათ ფსიქოთერაპიის და არა მხოლოდ მომავალი, რომ რაღაცნაირად შეამციროს დისტანცია ადამიანებს შორის და მარტივი და ხელმისაწვდომი გახადოს ადამიანების შეხვედრა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. რა განსხვავება არის თვითონ მუშაობის პროცესში, როდესაც თერაპია არის ონლაინ, ან პირდაპირ ესაუბრები პაციენტს, როგორც თერაპევტისთვის, ასევე მომხმარებლისთვის თუ პაციენტისთვის? პანდემიამ განსაკუთრებით ონლაინ ფსიქოთერაპია ძალიან მოთხოვნადი გახადა და სადღაც 2019 წლის მერე უკვე კვლევითაც დასტურდება, რომ ონლაინ ფსიქოთერაპია ზუსტად ისეთივე ეფექტურია, როგორც პირისპირ ფსიქოთერაპია. და რაღაცნაირად ფსიქოთერაპიულ პროცესში ეს დისტანცია თითქოს ქრება და ზუსტად ისეთივე რაღაც ავთენტური და სრულყოფილი პროცესია, როგორც პირისპირ შეხვედრისას. ასევე ვფიქრობ, რომ რაღაც უპირატესობებიც არის ონლაინ ფსიქოთერაპიის შემთხვევაში, იმიტომ რომ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს რაღაც საკუთარი გარემოდან, კომფორტული სივრციდან, შეინარჩუნოს ანონიმურობა, საერთოდ არ ჩართოს კამერა მაგალითად. რა გაძლევთ мотивაციას და ენერგიას, რომ იმუშაოთ აი ესეთ სენსიტიურ საკითხზე? პირველ რიგში ინტერესი. ესე ვიტყოდი, მე ინტერესი ადამიანების მიმართ, მათი ისტორიების მიმართ, მათი ქცევის გაგების მიმართ და არა მარტო ადამიანების, ჩემ შემთხვევაში ეს დაიწყო ინტერესი საკუთარი თავის მიმართ და საკუთარი თავის გაგების მიმართ. ბავშვობიდან ჩემი საყვარელი საკითხავი ლიტერატურა იყო ბიოგრაფიები და ძალიან მიყვარს სხვადასხვა ისტორიები და ეს ცნობის მოყვარეობა, რაღაც სხვადასხვა ადამიანების გამოცდილებების, როგორ უმკლავდებიან რაღაც გამოწვევებს ცხოვრებაში, იმის და მიუხედავად ხო, რომ რაღაცნაირად შეიძლება მსგავსი იყოს ბევრი ისტორია, განცდა, გამოცდილება, გამკლავების ხერხები არის ყოველთვის სხვადასხვანაირი და აღფრთოვანებას იწვევს დღემდე ის, რომ ამდენი ამბის და ამდენი
ადამიანის რაღაც ცხოვრების მოწმე ხდები და მადლიერი ვარ ყოველთვის იმისი, რომ ეს ადამიანები რაღაც თავისთვის ყველაზე ძვირფას და სანუკვარს აზიარებენ ფსიქოთერაპიულ სივრცეში. ადამიანები ფსიქოლოგთან ხშირად აზიარებენ მათთვის ძალიან მძიმე საკითხს და როგორ ხდება, რომ ეს მძიმე თქვენზე არ გადმოვიდეს, თუ გადმოდის და შემდეგ ამას უმკლავდებით, როგორ ხდება ეს ამბავი? სწორედ ფსიქოთერაპიული გზის ნაწილია, რომ ისწავლო ყველაფერთან გამკლავება, ამდენ ისტორიასთან გამკლავება, ამდენ ადამიანურ განცდებთან გამკლავება. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენც ადამიანები ვართ და შეუძლებელია ხო ეს რაღაც გულგრილად შეხედო და ხო რაღაც ესე მხოლოდ გამიჯნო, რომ ხა პროფესიული კუთხით და ხშირია, რა თქმა უნდა, რომ რაღაცნაირად ხო, რაც უნდა იცოდე, რაც უნდა მასწავლი გქონდეს, ხშირად მოქმედებს რაღაცეები. ჩვენი პროფესიის შემთხვევაში არის 100%-იანი ჩართულობა, 100%-იანი რაღაც მოსმენა და ის 50 წუთით 1 საათი, როდესაც ადამიანი არის ჩვენს წინ, ჩვენ 100%-ით მის ისტორიაში ვართ, ვისმენთ და ხო, რა თქმა უნდა, ხშირად საკმაოდ რთულ და მძიმე ისტორიებსაც. თუმცა ფსიქოთერაპიული სწავლება ძირითადად მოიცავს იმას, რომ ჩვენ ვიყოთ შემძლე, შეგვეძლოს რაღაცნაირად გავუმკლავდეთ ამ ისტორიებს, დავიტიოთ, გავატაროთ ჩვენში და როდესაც ვიღებთ ფსიქოთერაპევტის ლიცენზირებას, იქ არის ისიც, რომ უნდა გავდიოდეთ სუპერვიზიას, ჩვენ გვქონდეს ჩვენივე თერაპია და ინტერვიზია და ასე შემდეგ. ჩვენი, ასე ვთქვათ, პროფესიული გზა მოიცავს იმასაც, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავზეც, რომ არ მოხდეს ჩვენი გადაწვაც, ესე რომ ვთქვათ. ისტორიები, რომლებსაც ისმენთ, ხო, სეანსის დროს. როდესაც სეანსი მთავრდება, ეს ისტორიები იქვე იხურება, თუ გრძელდება შემდეგ ეს თქვენს გონებაში? პასუხი ჩემი არის, რომ ხან ისე და ხან ესე. როგორც წესი იხურება ხოლმე და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ფსიქოთერაპიული სწავლება ზუსტად ამასთან გამკლავებას მოიცავს და მნიშვნელოვანია, რომ იქვე რაღაცნაირად მოვახერხოთ, ჩემი როგორც თერაპევტის პასუხისმგებლობაა, რომ რაღაცნაირად მოვახერხო და იქ დავხურო და შემდეგ ამაზე ფიქრი და დარდი, ესე ვთქვათ, არ გამყვეს სახლში, საღამოს და ასე შემდეგ. თუმცა ადამიანები ვართ და ხშირად ესეც ხდება, რომ ვერ იხურება. ამაზე, არ ვიცი, ესე ორაზროვნად გაგცემდი პასუხს. კარლ იუნგი, ცნობილი ფსიქოლოგი, ამბობდა, რომ რამდენი ტექნიკაც არ უნდა იცოდე და რამდენი სწავლებაც არ უნდა გაიარო, როდესაც ადამიანის სული ეხება მეორე ადამიანის სულს, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ფსიქოლოგები ყავთ საკუთარი? ლიცენზირებაც კი მოითხოვს იმას, რომ ფსიქოთერაპიის გარკვეული საათები გავიაროთ, იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ლიცენზია 5 წლის შემდეგ. ეს აუცილებელი პირობაა და ყველა ფსიქოთერაპევტი, რომელსაც აქვს პრაქტიკა, უნდა ჰქონდეს გავლილი ფსიქოთერაპია ამ პროფესიაში, რომ საერთოდ მოვიდეს და შეძლოს პირველი კლიენტის მიღება და შემდეგაც იმისთვის, რომ გააგრძელოს მუშაობა და გაუგრძელდეს ლიცენზია, მნიშვნელოვანია, რომ რაღაც რაოდენობას გადიოდეს ფსიქოთერაპიისას თავადაც. ვიტყოდი, რომ ფსიქოთერაპევტიც ადამიანია და შესაბამისად თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მენტალური ჰიგიენა აუცილებელია ყველასთვის, რა თქმა უნდა, ვიწყებთ საკუთარი თავიდან. ჩვენ ინტერვიუ მივახლავდა დასასრულს და ბოლო კითხვა უნდა დავსვა. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მიმართონ ფსიქოლოგებს და რაღაცნაირად რაღაცა აბრკოლებთ და არიციან ჯერ კიდევ რა აბრკოლებთ? რას ეტყოდით ამ ადამიანებს? ხო, ნამდვილად რთულია პირველი ნაბიჯის გადადგმა და სიმამაცეს საჭიროებს, თუმცა
ხშირად პროცესში და აი ამ პირველი ნაბიჯის გადადგმით ადამიანები ხვდებიან თურმე რამდენად სჭირდებოდათ მათ ეს პროცესი და გამოცდილება. ამიტომ ხო, ანას დავეთანხმები და ალბათ ცნობის მოყვარეობა და სურვილი, რომ რაღაცა შეცვალო. და საკუთარი თავის შესწავლა. და საკუთარი თავის შესწავლა, რა თქმა უნდა. ხშირად არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ერთია გინდოდეს და მეორე მიხვიდე და დაიწყო და გაბედო. მაგრამ რა ვიცი, ჩემი აზრით ზოგადად ყველაფრის საწყისი არის ცნობის მოყვარეობა და ახალი გამოცდილებების მიღება და მცდელობა. ძალიან დიდი მადლობა ორივეს და ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი ორივესთან და მადლობა. მიხარია რომ გაგიცანით და მიხარია რომ ჩემს მაყურებელსაც გავეცანი ესეთი ძალიან კარგი გოგონებით, ძალიან მაგარი პროექტით. დიდი მადლობა თამია შენ და ბევრ წარმატებას გისურვებთ. შენ ცხოვრების გზაზე. ასევე მადლობა ამ გამოცდილებისთვის და ძალიან საინტერესო კითხვები იყო. გამოგვივიდა ჩაარტყით. წავედით.